ელეიმედის გახმაურებული პროექტის ვინ არის ერთგული მაყურებლისთვის საყვარელი გმირი ჭიამაია, ხოლო ისე ყველასათვის საყვარელი მანანა თოდაძე გახლავთ დღეს ჩვენი შოუს სტუმარი. ოდანდი მანანა. მანანა გვირფასო საღამო მშვიდობისა გენაცვალე და მოგლედ აღმოჩენები და თავგადასავლები შენს ირგვლივ არ წყდება და ამჯერად აღმოგაჩინეთ რომ თურმე ჭიამაია შენ ყოფილიყარ აი ამ შესანიშნავ პროექტში. მადლობდია მოგესალმებით. იცი ისეთი ბედნიერი ვერ წარმოიდგენ. იმიტომ რომ მე ხო დაუწყნარებელი ადამიანი ვარ. სულ მინდა რაღაცა სულ ძიებაში ვარ, სულ მინდა რაღაცა გავაოცო ჩემი მსმენელი, ჩემი საყვარელი მაყურებელი და გითხრა რომ ფანტასტიკურად გამოგდის თან. და ისე გამიხარდა ამ პროექტში რომ მიმიწვიეს, აი ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდოდა რაღაცა ჩემი თავი მეჩვენებინა და რაც მთავარია, ხო იცი აქ ყველაზე მთავარი ის რაც არის საიდუმლო რომ მე მინდა ისევ ჩვენ ქალბატონებს, ჩვენ საყვარელ ქალბატონებს მივცე მაგალითი რომ სანამ ცოცხლობ ამ ქვეყანაზე თუ გაქვს შენ იმის უნარი რომ შენ გააკვირო ყველა და გააოცო შენი ნიჭიერებით არ უნდა დაიხიო უკან. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ასაკი არის ციფრები მარტო. გუსტავ. ის არის აი გაკვირვება ახსენე შენ და აი მე ვიყავი რომ სახტად დავჭი, იმიტომ რომ საფინალო ასე ვთქვათ კომპოზიციას რომლის შემდგომაც შენ აღმოჩნდა რომ შენ იყავი აი ამ გმირში ასე ვთქვათ ჩაბუდებული და ახმოვანებდი ფანტასტიკურად მე აი გამსუფრებული ვიყავი ვერაფრით ვერ მივამსგავსე შენ ხმას იმიტომ რომ აი რანაირად შენიღბე როგორ დამალე ეს ვიბრაცია რა ვიცი აი საოცრებაა პირდაპირ აი დარწმუნებული ვარ უამრავ საინტერესო რაღაცას შეთავაზებდი კიდევ მაყურებელს და აი ძალიან ბევრი აღმოჩენა იქნებოდა კიდევ დაკავშირებული შენს პერსონაჟთან თუმცა თავისი სირთულეები ვიცი რომ ახლავს აი ამ პროექტს და იმ კოსტუმს და ასე შემდეგ იცი სხვათა შორის ძალიან რთულია ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმიტომ რომ შენ ისე უნდა შეასრულო რომ შენ არ იყო ამის მოძებნა ძალიან დამეხმარნენ გოგოები მე მინდა უდიდესი აი უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ეს მონაწილეობდა და ვინც ჯგუფი თვითონ ფანქველას ჯგუფი არის რაღაც საოცრება მე ხლა არ მინდა ვინმე გამომრჩეს და აი მთლიანად თელ ჯგუფს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ ვერ წარმოიდგენ გია როგორ სათუთად მეკცეოდნენ და როგორი შენიღბული იყო ეს ყველაფერი იდუმალებით მოცული ისე მომწონდა არავინ რო არ იცოდა სად მივდიოდი აი მე რეპეტიცია მაქვს აი მე გადაღება მაქვს სულ ასე ვიზახდი იმიტომ რომ მართლაც გადაღება არავინ დედამიწის ზურგზე არავინ არ მე თქვი თავიდანვე ჯერ ერთი გაუთქმელობაზეა ხელი მოწერილი და არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში და მე ზუსტად იმიტომ არც ოჯახის წევრებთან ავთქვი რომ მე მინდოდა რომ აი გაოცებული იყვნენ სულ ყველა ეს ეფექტი მომეხდინა აბსოლუტურად ჩემი აი როდესაც მომხსნიან თავს ხარი რეაქცია ჰქონდათ შენიანებს როდესაც ეს ყველაფერი გამჟღავდა არა კიოდ რატო არ გითხარი? არა, თუმცა ვერ გვეტყოდი, ყველა იძახდა, იმიტომ რომ ვიცით რომ არ შეიძლება თქმა. არც ლეილა მარს. არა, არც ლეილა მარს თამონამ. ვერც მიცნეს, ვიცოდე. და იძახდა რომ როგორ დედაჩვენიო და ხო ორივე მირეკავს სათი და. ვერ შვილება. ვერა. ლეილა ცალკე მირეკავს. დეო, ვიცოდი რომ ნიჭიერი იყავი, მაგრამ ისე გამაოცეო შენი იმიტომ. და თამონამაც დიდი შეფასება ეგ არის. და თამონამაც იგივე, დეო. ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ იყავიო და ყოჩაღო მე ვამაყობ შენი თუ მე მეუნდა. თამუნა ის საყვარელი. შენთვის სირთულე ვიცი რა არასე. განს ვოკალური არც ქორეოგრაფიული და ეს იცის მაყურებელს, მაგრამ აი ყველაზე დიდი სირთულე მაინც რა იყო ამ პროექტთან დაკავშირებული? შენ როგორ შეაფასებდი ამ გადასახედიდან? იცი რა იყო, აი ზუსტად აი ეს მუშაობის პროცესი იყო ძალიან დამეხმარნენ გოგოები, რომ აი თითო ფრაზას ვფიქრობდი, როგორ თითო ბგერა, როგორ ჩამეწერა, როგორ გამომეთქვა, რომ აი მე არ ყოფილიყავი, მანანა რო არ ყოფილიყო. აი ეს იყო ცოტა რთული და ამას განვიცდიდი მე ძალიან რომ მინდოდა რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, რომ ვერავის ვერ ვეცნე, მაგრამ პირველ ტურში ანრი რა თქმა უნდა მიცნო იყო ანრის ისეთი სმენა ისეთი ნიჭიერი ეს და ისეთი სმენა აქვს რომ არ ვიცი ეს კაცი მაოცებს მე შენ შვილობილი უფრო მეტად არის შვილება ვერ იგისრეს და შვილება ვერ პირველ ტურში ანრი მიცნო რა თქმა უნდა მაგრამ მეორე ტურში ვერავინ ვერ მიცნო მეორე ტურში
საინტერესოა, აი მართლა საინტერესოა და პირველ რიგში ხა მე ახლა უყურებ მაყურებლის თვალით, ხო, ბადევნებ თვალს, რა თქმა უნდა, დანარჩენ ტურებს და ყველაფერს და ნუ მე აღთხოვანებას ვერ ვფარავ. იმდენად საინტერესო და სახალისოა ეს ყველაფერი და როგორ უხარია მაყურებელს და ქუჩაში უკვე ჭიამაიას მეძახია რომ დავიდე. ჩვენ როგორც ხოჭი ჩვენ შოუში ყოველ წელს ესე საფუძვლიანად ვაშუქებთ ხოლმე აი ამ პროექტს და არაერთი სტუმარი მყოლია მონაწილე სხვადასხვა სეზონისა არ არსებობდა სეზონი რომ ჟიურის რომელიმე წევრს ერთ-ერთ მონაწილეზე მაინც არ ეთქვა რომ შენ მანან ახარ თოდაზე ვინც კი მაღალ ნოტს აიღებდა რაღაც ფულ პასერს გართმევდა თავს როგორც წესი გასახელებდა ყოველ წელს ვიყავი მანანა თოდაზე ყოველ სეზონზე მოკლედ ცხოველთა სამყაროსთან შენი წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდა ჭიამაიათი ჯერ იყავი ჩხიკვი მერე ბეკეკა და ახლა ჭიამაია და რომლად ყოფნა არის უფრო სასიამოვნო ჩხიკვად ბეკეკად თუ ჭიამაია ყველა პერსონაჟი ჩემთვის უსაყვარლესია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველა ამ გმირმა დატოვა თავისი კვალი იცი რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი ახლა ჭიამაიას ეტაპი გაქვს ეს შეიძლება ითქვას რას ურჩევდი და რას უსურვებდი ვინ არის დარჩენილ მონაწილეებს არ უნდა ინერვიულონ იმის გამო დაუშვათ როცა ახდიან თავს იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია და უკვე ამ პროექტში მონაწილეობა არის უკვე ძალიან დიდი გამარჯვება მე ასე ვიტყოდი იმიტომ რომ მთელი სამყარო გიყურებს ფაქტიურად საიდან არ დამირეკეს ამერიკიდან სადაც კი მიუწდებოდათ ხელი გადაცემის ყურების ყველგან წერდნენ მე სიყვარულებოდნენ და აი ისეთი კომპლიმენტები მივიღე რომ მე ახსავსე ვარ სიყვარულით ასე რომ არ უნდა ინერვიულოს არც ერთმა მონაწილემ იმიტომ რომ უკვე გამარჯვება ამ პროექტში მონაწილეობა თანაც მნიშვნელოვანი ალბათ ის არის რა კვალს დატოვებს და რა შთაბეჭდილებას და ჭიამაიამ ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რომ ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მე ხლა სიხარულით მეტირება მართლა იმიტომ რომ მე არ მეგონა თუ ესეთი გამოხმაურება ექნებოდა ჩემს გამოსვლას და მე უღრმესი მადლობა ყველას ჩემს სმენელს ჩემს მაყურებელს რომ აი ესე შეაფასეს ჩემი შემოქმედება